როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ კონკრეტულად. რა თქმა უნდა, ახალი წელი გვიახლოვდება და ცვლილებებისკენ უნდა წავიდეს ყველა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ ახალი წელი თუ დავფიქრდებით, იმიტომ გიხარია, რომ ის რაც არ გავაკეთეთ ან ვერ გავაკეთეთ და 1000 მიზეზები არსებობს, აი ახალ წელს თითქოს რაღაცა ჩვენი თავით გვეიმედება სხვებიც და ნახოთ ცვლილებები, რა ცვლილებები შემოვა და რა თქმა უნდა, კონკრეტულ პიროვნების შემოთავაზება, ნაბიჯები და ასე შემდეგ, ნახოთ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის და მე ვფიქრობ, რომ აღარ ვზარმაცობ უკვე და გამოვასწორე ჩემი ასეთი უაქტიურობა ვიდეოების გადაღებით და ASMR-საც ხო გთავაზობთ. როგორ მოგწონთ ისე? ნახოთ აბა ნახოთ. მინიშნება მაქვს დამახსოვრებული. ჯერ რა ცვლილებები შემოდის? რა ცვლილებები შემოდის პირად გულისხმობ, რა თქმა უნდა. რა კი არა, ვინც ცვლილებები უნდა მეთქვა. წარსული არ დაგტოვებს. ესე იგი, ექსები, ყოფილი დათოები, გიორგები და ასე შემდეგ მოდიან და მოდიან. არ ვიცი, ახლა ვისი სახელი გავარტყი, მაგრამ თქვენ სახელებს მოარგეთ გოგონებო, იმიტომ რომ ადამიანი, რომელთანაც ქონდა დიდი სულიერი ბმა, ვისთვისაც ეს მაგალითად ყოფილი ოფიციალური ურთიერთობა, არ მაინდა-მაინც ახლა ქორწინებაც ხო არის ოფიციალური, მაგრამ ისე ურთიერთობაც ხო არის, აი ძალიან ისეთი ოფიციალური. მოკლედ ბრუნდება და ეს ადამიანი კი ბრუნდება, მაგრამ რაღაცა მე თქვენ სიხარულს დიდად ვერ გამჩნევთ რეალურად, მაგრამ ეს თემა, ანუ ყოფილთან დაკავშირებით დღევანდელ სიტუაციაში რაღაცა არაფერი რო დიდად არ იცვლება, აქტუალური რჩება, თუმცა მოკლედ აქ თავარი მინიშნება ეს არის, რომ ის კი მოდის, მაგრამ შენ არ ხარ აუცილებელი მიიღო, რადგანაც მე მაინც არ მომწონს ეს თქვენი მდგომარეობა. მოდი ვნახოთ. განვიხილოთ ეს არკანი. მინიშნება ხო თქვი დავიმახსოვრებ თქო და აი ზუსტად თავიდან დამეკონტაქტა მეტარომ და დავიმახსოვრე ორი სამყავს ახლა მე აქტიური მონაწილე თქვენ ცხოვრებაში. თქვენ ცხოვრებაში შემოიჭრება ესეთი ცეცხლოვანი რაინდი, ვნებიანი, საკმაოდ რო იცნოთ უფრო არ იქნება ძალიან ღია და გახსნილი, მაგრამ კომუნიკაბელური იქნება, აქტიური იქნება. თქვენი გულის დაპყრობა მოუნდება, იმიდან განსხვავებით, ვინც რა თქმა უნდა არჩება წარსულში, მეტად აქტიური იქნება, მეტად კარგი იქნება. ძლიერიც იქნება, მაგრამ რაღაცნაირად აი დაიმახსოვრეთ ერთი რაღაც, რომ ამ წარსულიდან რომ არ თავისუფლდება შენი გული და სული, შეიძლება კი მაგასთან ახლა დაანებო თავი და არაფერი კარგად იყავი და აიგნორო მისი მესიჯები და ზარები და ასე შემდეგ, შენს სულში და გულში გადასული არ არის ეს ისტორია. ამიტომ სადღაც შეიძლება მაგის უკეთესი ვარიანტი იპოვო, მოიზიდო და რომ მოდის და მოქრის აგერ. თუმცა მე მივხვდები, რომ რაღაცნაირი, ესეც რაღაცა იმას გავს, რაღაცა გაუმჯობესებით, მაგრამ ეს აქტიურად რო შემოვარდება, შეიძლება უკვე შემოვარნილიც არის და მთლად ახალი პერსონაჟი არ არის, მაგრამ მოეჭველი შემოვა და უკვე დადგება იმის საკითხი, რომ აი ეს თუ ეს, მაგრამ რო შეხედო დიდად, მოდი ვიკითხოთ, ღირს ამათ შორის მაინც არჩევანის გაკეთება, არ ღირს არჩევანის გაკეთება, მე ზუსტად ვიცოდი, მაგრამ აი მაინც დავაზუსტე, იცი რა არის, ყველაფერს შეხედე ძალიან აი ესე თავისუფლად არსებობს შენ და რადგანაც შენ ამას იაზრებ, რომ მე ვარსებობ იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი, კი არ ველოდები, არამედ უბრალოდ ვარსებობ, ცხოვრობ, ვაკეთებ მას, რაც მე მინდა და იმაზე მეც ვაკეთებ და უკეთესი ვარ, როგორიც ვიყავი. და აი რომ ეყრდნობი შენს თავს,
იმიტომ რომ მე ვერ უყურებ აქ რომ დიდად ესე მარტივია შენი გულის მოგება. შეიძლება შენ გასიამოვნოს მამაკაცმა ყურადღებით პატარა რაღაცა დეტალებით, მაგრამ თუ გულწრფელი ვიქნებით, შენ არ ხარ ისეთი რომ შენი გულის დაპყრობა ასეთი მარტივია. იმიტომ რომ შენ თითქოს არ მიყავს სიტუაცია იქამდე და იყო მაქსიმალურად აი გახსნილი შენ სურვილებთან რომ მოდი დამიფყარი. იმიტომ რომ მოდი დამიფყარი ის უკან რადგას ეხლა თუ მასე შევხედავთ მოდი დამიფყარი შეცდომები საერთოდ ყველას მოდის და ყველას აქვს გამოცდილება, მაგრამ ეს კრიზისები და ესეთი ტოქსიკური ურთიერთობები კი არ იწელება დიდი ხანი, არ იწელება არანაირად. ანუ მე მივიღე, გავიგე, ყველაფერი გასაგებია, კარგად იყავ. ეგრევე ავტომატურად იკეტება ეს მე. ამიტომ ასეთი ცვლილებები არის აქ მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში, მაგრამ ახლა ვნახოთ მთავარი მისი კონკრეტული მოქმედება და რა თქმა უნდა, ჯერ ერთი არ განით ვიმსჯელოთ ამაზე, თუმცა სხვათა შორის მე რა თქმა უნდა, ჩემს ენერგიას მართავ და არ გეგონოთ, რომ ახლა სხვა თემაზე გადავალ, მაგრამ უნდა გითხრათ ეს აქტუალური, იმიტომ რომ წერთ კიდევაც და მე რო უყურებ ჩვენი მეგობარი ChatGPT, რომელსაც მე 1-2 გავესაუბრე და რო გავესაუბრე, მეგონა რომ ამის უკან ღმერთი იმალებოდა და ღმერთი მესაუბრებოდა. რა ვიცი, ისეთი იყო, ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ მე ეჭვები მაინც დამებადა. მაგრამ ახლა ძალიან მარტივი და პრაქტიკული გახდა ყველაფერი. ანუ ყველა მაიღო ტარო, ყველა შლის ტაროს და ამოიღებენ ესე და ჩაუგდებენ ChatGPT-ს ხან, რა ვიცი, მეც გამიგეთებია, ოღონ ყავაზე ერთმა ჩემმა ძალიან ახლობელმა გააკეთა ესე და ისეთი რაღაცეები თქვა, რომ მეთქი უნდა დავლიო და ჩავაგდე, მაგრამ არაფერი არ ახდა. ერთი სიტყვით. გოგონებო, ChatGPT არის გონების მახე. ChatGPT უნდა გამოიყენო იმისთვის, რაც იცის და ChatGPT-მა მომავალი არის, რადგან მას სული, გული არაფერი არ აქვს. არა, ის არის ინტელექტი, ჩვეულებრივად, მაგრამ აი რო უგდებთ ახლა მე დავიკავეთ არა და რა თმინდა ახლა მე ეზოთერიკოსი ვიღაცა, აგერ ჩავაგდებ ამარკანს და მეტყვის, არ მუშაობს ეს ასე. ანუ ChatGPT თუ მკითხაობთ და თქვენ გონიათ, რომ ამან ყველაფერი კი განმარტება იდეალურად იცის, მაგრამ რა მუშაობს? ენერგია მუშაობს. შენ შეიძლება კი იყო კარტები და გაიგო ინფორმაცია, მაგრამ შენი ენერგია ეზოთერიკასთან საერთოდ აცდენაში იყოს, ამიტომ ძალიან გთხოვთ რა, ანუ დაიმედებთ ზედმეტად თავს, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი დაიმედებული ადამიანებია და მე იმედ გაცხრებული, ამიტომ იმედი არის აუცილებელი, მაგრამ გააჩნია რა საკითხებში. ზოგჯერ იმედი დამღუპველია. ამიტომ აი ეს გაითვალისწინეთ. ნახოთ ახლა ჩვენ კონკრეტული მისი მოქმედება, ვისაც ჩაიფიქრებთ. მისი კონკრეტული მოქმედება თქვენთან მისი კონკრეტული მოქმედება აუცილებლად იქნება იმედი იმისა, რომ ჩვენ ვიქნებით ერთად კარგად და ბედნიერად. ანუ მე ეს მინდა, ანუ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს შენთან ერთად ბედნიერების კარგად ყოფნის, მაგრამ აქ ორი ერთნაირი ხასიათის ადამიანი ხართ, ერთად კარგად შეიძლება იყოთ და მართლა ბედნიერი იყოთ, მაგრამ აქ არის ის, რომ რომელიღაცა ორი ერთნაირი ადამიანიდან ბალანსი არ არის. ერთი ყოველთვის მაინც არის უფრო მომთხოვნი, უფრო ძლიერი და იმპერატორია, აგერ უნდა შენთან ურთიერთობა და გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ აი იმის რაც იმპერატორს ეკადრება და უნდა გააკეთოს და გამოიჩინოს უფრო მეტი, ხო? აი ცოტა პაჟურად ავლენს ამ ყველაფერს. ანუ როგორია ეს პაჟური? სირედი, მე მინდა. ანუ მე ვაფიქსირებ ჩემს სურვილს და მე ამას გაგრძნობინებ, მაგრამ ამას გააკეთებს თუ არა, ახლა ამოვიღებ ამას გააკეთებ. ნუ სურვილი ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა შენთან ერთად კარგად ყოფნა, ბედნიერება, მაგრამ თავისებურად მე აქ უყურებ, რომ ეს ადამიანი მაინც არ გააკეთებს რას, იცი, რომ აი ბოლომდე თითქოს აი სულში არ შემოგიშვებს. ბოლომდე არ იქნება გახსნილი. მე მაინტერესებს მთავარი რაღაც, ანუ კი გავიგე, გინდა, მაგრამ აი მოქმედებაში, რა მოქმედებაში გადავა, როგორი მინდა ხალი ძალა. რა ვიცი ხა რა მოქმედებაში გადავა ეს ყველაფერი, შენ ძალა ხარ, ის იმპერატორია. ასეთი. ჯიკავ შეჯახებით, შერკინებით, ხასიათებით. მე განვიხილავ თქვენს დადებითი მხარე ის არის, რომ ის თვალში ხარ ძალიან ჭკვიანი, განათლებული
თავშეკავებული ემოციური ყველაფერი თუ კი რამე შეგიძლია თან შენ გაქვს ესეთი ენერგეტიკა დიდი ძალის ხოვაც არ გჭირდება თუნდაც მასზე მოახდინო თავბეჭდილება და ზოგადად ადამიანებზეც მაგრამ აქ შენ სისუსტეებს ეს ადამიანი შეიძლება არ იცნობს სინამდვილეში ძალიან სენსიტიური ხარ და ძალიან აი მე ესეთი ფოთვარე ხარ და ისეთი ხარ თან თავდაჯერებულიც რო ხარ თან ასეთი ხარ და თავისკებად შეება გიყვარდეს და ასეთი ვარ და ასე გიყურებს მაგრამ შე ვინც ხარ რეალურად ძალიან დაჭრილი ხარ ძალიან ესეთი ხარ დაუცველი ხარ და როგორც ჩანხარ ისე არ არის რა რეალურად არც უნდა ჩანდეს პრინციპში შენი ესეთი ემოციური მხარე, მაგრამ აი ეს პიროვნება, შენ თუ მართლა პოზა არ დაიკავე და რაღაცები არ ითამაშე და უბრალოდ იქნები ის, ვინც ხარ, არ გავა, მე ესწავლა უკვე ნერვიულობაში. ეს ადამიანი რითია იცი საშიში? ხო ხარ ასეთი თავდაჯერებული ამავე დროულად, მაგრამ თუ შენ ბუნებრივად ისეთი იქნები, როგორც უნდა იყოს ორი ადამიანი, რომ მათმა გადაწყვიტა ერთმანეთთან ურთიერთობა, მე უკვე ის რაღაცა ჩაგრავს და ჩაგრავს ახლა ისე კი არა, ჩაგრავს, ანუ თავდაჯერებულობას კარგავს და შენს თვით შეფასებაზე და შენს ეგოზე მე წყალს არ ასხავს ეს ყველაფერი, არ გრწყავს ეს ადამიანი და არც ეს სიტუაცია თავისთავად. შენ გჭირდება რომ მოგწყას, გაღიაროს, მაღიარე, ასეთი ვარ, კარგი ვარ და თავისთავად შენ გჭირდება ასეთი ხასიათი გაქვს. მასაც ეს ჭირდება რეალურად თვითონაც იმპერატორია, მაგრამ მოდი ვნახოთ აი ეს რაღაცა ჭირდება შენგან, როგორც შენ ჭირდება? ჭირდება, იმიტომ რომ თქვენ თუ ორივე ერთმანეთში არ იქნებით ასეთ გამყარებული თავდაჯერებული და ზუსტად არა გაქვთ გაზომილი შენ გააკეთებ, მე გავაკეთებ და აი ზუსტად თან ხვედრში და თანაბარი არ არის, ხო? მე იმასაც თავისი ეგო ერყევა და შენც, მაგრამ ამას არ ამჟღავნებთ ერთმანეთთან, მაგრამ შენ ხო იცი შენი თავი და მანაც იცის მისი თავი. მთლიანობაში მაინც ეს რაღაცა მაინც ფსიქოემოციური ამბებია, მაგრამ მაინტერესებს მე მოქმედება, რას დავინახავ მე ამ მოქმედებით. მე მაინც დავინახავ ამ მოქმედებით გარკვეული პერიოდის მერე, ახლა არა ოღონდ. ახლა არაფერი არ არის შეცვლილი. არასდროს არ მიყვარს თქმა, აი როდის რა იქნება. შემიძლია გამოვიანგარიშო ეს. მაგალითად ამას ვაკეთებ დედაჩემ ამიტყვა, შენ რომ მითხარიო, დაიმახსოვრე სამი პერიოდიო, დავიმახსოვრე დღეს აუხდა რაღაც. ხო და მე მეცინება, იმიტომ ძალიან თითოეულა ადამიანზე მაქვს ეს ნათქვამი და ისინიც ესე მეუბნებიან. მოდი ესე ვთქვათ, დაიმახსოვრეთ 4 პერიოდი, 4 პერიოდი მე ვიტყვი მაქსიმუმ 4 თვე არის, იმიტომ რომ ტარო არ არის აი შორს მჭვრეტელი, აქ უფრო უნდა უყურო, ახლა რა ხდება, იმიტომ რომ ახლა ვცხოვრობთ და ახლანდელი გვეუბნება რა შეიძლება გამოვიდეს მომავალში. ამიტომ მე გეტყვით, ახლა უნდა დაარეგულიროთ ყველაფერი, შენც იფიქრო, მანც იფიქრო და იფიქროს და იყოთ თავშეკავებული და მართლა პატარა ნაბიჯები უფრო ღირს გადმოდგა და დააფიქსირო სურვილს ეს ადამიანი დაგიფიქსირებს თავის სურვილს როგორც ვთქვი თავში, თუმცა აქედან რა შეიძლება გამოვიდეს 4 თვის მანძილზე მაქსიმუმ ვიძახი, მაგრამ 4-იან დაიმახსოვრეთ, არაფერი არ გამოვა, მაგრამ აი ამ პერიოდის მერე ან რაღაცა კონკრეტულ 4-ში იქნება სიმტკიცე, სიკაშკაშე, სიყვარული და ის რაც არსებობს ორ ადამიანს შორის და ის რაც ზემოდან დაგაბერტყეს საჩუქრად და გაკურთხეს არ აქცდება მოკლედ. მე ყოველთვის ვამბობდი, ახლა ხშირად არ გამიმეორებია. ის ვინც შენია და გეკუთვნის, ის არ აქცდება. რანაირი სიტუაციებიც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, 4-კუთხედი იყოს, 5-კუთხედი იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მართლა. დღეს მაქვს იუბილე 20 წელი, რაც მე და ჩემი მეუღლე შევუღდით. და რა თქმა უნდა, როგორ არ იყო კრიზისები, როგორ არ იყო. და სულ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ ვართ ძლიერი ადამიანები, იმიტომ რომ თუ სიყვარული არ დგას, სიყვარული პრობლემებს არ განაქარვებს, მაგრამ რა არის სიყვარული? სიყვარული არის ის, რომ ჩვენ ერთად ვრჩებით. აი ამ თუნდაც ჩაოხრებულ სიტუაციაში ჩვენ ვრჩებით ერთად. და დღეს მაგალითად მე ასე ვთქვი, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ. იმიტომ კი არა, რომ რაღაცები მომწონს, არ მომწონს, ამ დეტალებს საერთოდ არ განვიხილავ. მთლიანობაში ვამბობ, რომ
მე ვარ ძალიან კმაყოფილი და მე ვარ ძალიან ბედნიერი. ხო და აი რაღაცა ამდაგვარია რა, აქაც ამდაგვარი ისტორია, რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა ხდებოდეს, ის რაც შენია, ამ ადამიანში გულისხმობ ახლა, შენია და მორჩა. და შესაძლებელია აქ ზუსტად თქვენი სწორი მოლაპარაკებით, მიდგომით და ცოტა დაპაუზებით და დროულად გვერდზე გაწევით, ვის რა სიტუაციები გაქვთ თქვენ თვითონ შეხედეთ, იქნება აქ სტაბილურობა, სიყვარული, თან შეურყეველი. თან შეურყეველი. რაც იყო შეურყეველი, ვიტყოდი სამუდამო. კი ბატონო. იმიტომ რომ ეს არკანი, რომელიც მე მქონდა, ეხლა გადავჭეხე და იგივე ამოვიდა. ანუ მე ჩემი შეგრძნებებით გეუბნები, მორწყეთ ერთმანეთი. იმიტომ რომ თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი. რაც შეეხება ზოგად გაშლებს, მაინც ვიმეორებ, ეს ძალიან ისეთი სიტყვებია ჩემგან, ხა კი იცით მე როგორიც ვარ, მაგრამ ვერ დავაიგნორებ ამ ინფორმაციასაც, იმიტომ რომ ეს ნაკადი შეიძლება კონკრეტულად ახლა ყველას არ ეკუთვნოდეს, მაგრამ ვისაც ეკუთვნის და ვისაც აქვს იმის შეგრძნება, რომ ეს ისტორია მასზეა, მაშინ მე ბევრი ასახსნელი აქ არ მექნება. მაგრამ როდესაც ზოგჯერ ამოდის უარყოფითი და ისეთ რაღაცები, რაც ემჩნევა ხოლმე ლაიქებს და კომენტარებზეც, რაც უფრო კარგი სიტყვით თითქოს გეგონება, რომ არის ტაში და მთელი ამბები. მე გული მწყდება ამაზე. იმიტომ რომ მე არ ვარ მიმდევარი და არც იმას ვამბობ, გამომიწერეთ და არც არ მithქვამს, ეს სულ მოვიწყდება ისედაც რო ვთქვა. ხო და რას ვამბობ, იცი? გული მწყდება იმაზე, რომ ხალხს უნდა კარგის მოსმენა. მაგრამ კარგის მოსმენა რომ გინდა, რომ მოდიხარ ამას რო ჩართავ და ისმენ. მანამდე რას აკეთებ? მანამდე როგორ იქცევი? მანამდე რა აშვები? რას იმეტებ შენი თავისთვის? როგორ ცხოვრობ, ვისთან ცხოვრობ? ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც განსაზღვრავს და არა ის, რასაც მე ვიტყვი. ამიტომ კარგიც უნდა მიიღოთ და ცუდიც უნდა მიიღოთ. პირადად მე თქვენ ყველას გისურვებთ ბედნიერებას. ორმხრივ სიყვარულს, იმიტომ რომ სიყვარული არის ის ძლიერთა ხვედრი, რომელიც ასე არ მოდის. როგორც მეგობრობა არ არის მარტივი. სხვათა შორის რაღაცებს ფიქრობ, ვიცი რა არის, ადამიანებს დღესდღეობით აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, ძალიან ბევრი ინფორმაციები. აი მეც ახლა რომ ხან სამუშაო პროცესში პოდკასტებს უსმენ ისე და ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, მაგრამ ინფორმაციაზე მოდის. მაგრამ შედეგები არ იდება. ძალიან საინტერესოა რა, შედეგები არ იდება. არავის პროგრესი არ აქვს. განსაკუთრებით პირადში. მე მაინც ფიქრობ, რომ ადამიანებს ჭირდება მოსმენა. მოსმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი განსაკუთრებით დღეს ჩემი ფრანგი კოლეგა ცოტა დავამოღამე იმაში, რომ მისმენ და არ მისმენ და კი არა, მე უსმენდი ლაპარაკობდა და თან მე ვფიქრობდი ახლა იმას, რომ ადამიანებს როგორ ჭირდება უბრალოდ მოსმენა. და არა ის, რაც ოდნასაც აზიარებენ, იმიტომ რომ ეს ოდნა არ არის გაზიარებული და უკი არის მთელი ამბები, მაგრამ მე ვერ დავინახე ვერაფერი, კონკრეტულად მე ვერ დავინახე, იმას არ ნიშნავს, რომ არსებობს, მაგრამ ასეა, ჩემს ირგვლივ რაც ხდება. მოკლედ, რა ვიცი, წყობა მონატრებული ვარ თქვენთან ასე ჭუკჭუკს. ვიდეოც გრძელი გამოვიდა. რა თქმა უნდა, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და როგორც ჭკვიანი გოგო შეგიძლიათ მომმართოთ, მე ძალიან კარგი მსმენელი ვარ, ბევრმა ეს ყველაფერი იცის. ხო და რაღაცებს მოვისმენ და ამით შეიძლება რაღაცები მეც მოვიფიქრო. თქვენი საუბრით მე კი მოგისმენთ. და ამ მოსმენაში დაიბადება ჭეშმარიტება. კოცნით და ყველას გელოდებით კომენტარებში.